გამარჯობათ. ვაგრძელებთ შემდეგ გადაცემას ფაზის აკადემიის კვლევები. მე გახლავართ კია ყვაშლოვ, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. დღეს ჩვენ საუბარი გვაქვს შემდეგ თემაზე. თემა ასეთია: პროტოქართველების, პროტოქართველური კულტურისა და ენის, კრეტული იეროგლიფური და ადაბ კლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ. ჩვენ აქ ვისაუბრებთ გასაგებ ენაზე, მიმოხილვით იქნება ეს ჩვენი საუბარი, ძირითადი შედეგები ჩემი კვლევებისა და ამ კვლევების თანახმად ქართული სახელმწიფოებრიობა როგორც 4000-ლოვანი თარიღის განსაზღვრისთვის არის ეს კვლევა აუცილებელი. ჩვენ ამ თემების გარშემო დიდი ხანია მუშაობთ 1996 წლიდან და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით იყო. პირველ რიგში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მათემატიკური უძველესი ტექსტების მუშაობით და ამ მიმართულებით გამომზეურდა კიდევ სხვა საკვლევი თემა, რომლის შესახებ ჩვენ დღეს გესაუბრებით. ჩვენი კვლევა სხვადასხვა მიმართულებით არის ინტერდისციპლინარული კვლევა ძიება და როგორც მოგახსენეთ, ეს ეხება ქართული სახელმწიფოებრიობის 4000-ლოვანი თარიღის განსაზღვრას. ჩვენს კვლევაში წარმოდგენილია მასალა ისტორიამდელი ზოგჯერ უწოდებენ ჰომეროსამდელი ხანის პროტოქართველური, ანუ სამხრეთ კავკასიური ბოდმის ხალხის განსახლების დინამიკის, ენობრივი სისტემისა და სამხრეთ კავკასიის, სამხრეთ ევროპის, მცირე აზიისა და შუა მდინარეთის რეგიონებში აღმოჩენილი წერილობითი და არაწერილობითი ძეგლების შესახებ. აგრეთვე აგებულია წერის ხელოვნებისა და დამწერლობის, ეკონომიკური, მათემატიკური აღრიცხვა ანგარიშის სისტემების წარმოშობისა და განვითარების მოდელი. უახლოესი დროის მონაცემებით ჩვენს კვლევებში გათვალისწინებულია მათემატიკური, ეკონომიკური, სტატისტიკური, ლინგვისტური, არქეოლოგიური, გენეტიკური, ანთროპოლოგიური, ისტორიული, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, მითოლოგიური მასალები, რომელიც გამოქვეყნებულია შესაბამის დარგის სპეციალისტებისა და ჩვენს სამეცნიერო პუბლიკაციებში, რომელიც გამოქვეყნდა როგორც საქართველოში, ისევე უცხოეთში. საკვლევი თემის გარშემო არსებული მასალა, არქეოლოგიური მასალის ფოტო გადაღებები ვაწარმოებთ ჩვენ თვითონ, რომელიც სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის დროს იყო და ბევრი მასალა შევაგროვეთ ამ მხრივ 60-მდე სამეცნიერო ექსპედიციის დროს, რომელიც ჩატარდა როგორც საქართველოში, ისევე უცხოეთის ქვეყნებში. კერძოდ ეს არის სამეცნიერო არქეოლოგიური ექსპედიცია და ასევე მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული მასალების ამოღება მოვახდინეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ფოტო მასალა პირადად ჩვენი. დღევანდელი სასაუბრო თემა, როგორც მოგახსენეთ, ეს ძირითადად არის დაკავშირებული ჩვენი წინაპრების დიდ სივრცეში განფენასთან დაკავშირებით. თავიდანვე ვთქვათ, რამდენიმე განსაზღვრება, ანუ ცნება. ძირითადად უნდა ვიცოდეთ, რომ ტერმინები, მაგალითად ქართველური ეს ტერმინი ჩაისახა, ანუ გამოყენებული იქნა პირველად 1894 წელს გერმანიაში ქართველოლოგ ჰიუგო შუხარტის მიერ და ეს ტერმინი იმ დღიდან დაწყებული მთელ მსოფლიოში გავრცელდა როგორც სამეცნიერო ლინგვისტური ტერმინი. ეს ტერმინი ძალიან მიღებულია და ტერმინის ცვლილება არაფერ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ მთელი სამეცნიერო წრე, მთელი მსოფლიო სამეცნიერო წრე ამ ტერმინებს იყენებს. ქართველური ენათა ოჯახი. ქართველური ენათა ოჯახი ლინგვისტურად არის წარმოდგენილი შემდეგი: ქართული, მეგრული, ლაზური, ანუ ჭანური და სვანური. ეს არის 150 წლის განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა მკვლევარის მიერ მიღებული მასალა, კვლევები,
ჯერ გერმანიაში, შემდეგ პეტერბურგში და მერე თბილისში, როცა უკვე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმის შემდეგ ფართო კვლევები დაიწყო საქართველოში. ჩვენ ახლა დავიწყებთ საუბარს იმაზე, რომ კიდევ უნდა ვთქვათ პროტო-ქართველური ეს ცნება, პროტო-ბერძნული სიტყვა და ეს ლინგვისტიკაში მიღებული ცნებებია, რომ პირველი პროტო-ქართველური, ანუ ყველაზე ძველი პროტო-ქართველური ეს არის ადრეული ამ 4 ქართველურ ენათა ოჯახში შემავალი 4 ენობრივი სისტემის წინარე პერიოდის ენა, რომლიდანაც ლინგვისტურად ცალსახად ცნობილია, რომ ყალიბდება ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური. ეს პირობითი ცნებებია და ეს ცნებები მიღებულია ძალიან დიდი ავტორიტეტი მეცნიერების მიერ და ეს როგორც გითხარით სამუშაო ტერმინია ლინგვისტიკაში, რომლის ცვლილება შეუძლებელია. აქვე ვთქვათ, რომ როდის შეიძლებოდა დაახლოებით ეს პროტო-ქართველური ენობრივი სისტემა ყოფილიყო, ამაზე შეთანხმება არ არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ ჩვენი ვარაუდით ძველი წელთაღრიცხვის 8000 ან 7000 წლის წინ, დღეიდან თუ გადავთვლით 10000 წელი იქნება, დაახლოებით აი იმ დროს ისახება პროტო-ქართველური ენობრივი სისტემა. მას მეორენაირად ხოლმე უფრო უწოდებენ საერთო ქართველურ ენობრივ სისტემას. ახლა ვთქვათ თავიდანვე, ქართველური არ ნიშნავს პირდაპირ მხოლოდ ქართულს, როგორც მოგახსენეთ, ის ნიშნავს მასში ქართველურ ენათა ოჯახში შედის ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური. ქართველიშე ან ქართველიან languages, ანუ აი ესეთი სახელებია, არ ითარგმნება სხვა ენაზე ქართველიან არის ინგლისურად, ქართველიშე არის გერმანულად. ანუ ეს ტერმინი არ ნიშნავს, როგორც თქვით, ქართულს ან ჯორჯიანს, ან გეორგიენს. ეს არის სამუშაო ტერმინი ენათმეცნიერებაში და ეს უკვე მიღებულია დიდი ხანია. ჩვენ ახლა გავეცნოთ ქართველური მოდგმის, რომელსაც ხშირად შეიძლება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში ერქვას სამხრეთ კავკასიური, ამაზეც გითხარით, ანუ სამხრეთ კავკასიურში ენობრივი ოჯახი, ანუ ქართველური ენათა ოჯახი. სამხრეთ კავკასიურში არ შედის არც ოსური და არც სომხური და არც აზერბაიჯანული. სომხური არის ინდოევროპული ენათა ოჯახის წარმომადგენელი ენა, ხოლო ოსურიც ასევე ინდოევროპულის, ოღონდ უშუალოდ ინდოევროპულის ერთ-ერთი მცირე ჯგუფი არის ირანული ენათა ოჯახი, ხოლო აზერბაიჯანული გახლავთ თურქულ ენათა ოჯახის წარმომადგენელი, ასე რომ ვთქვათ. დანარჩენ შემთხვევაში ესე იგი სამხრეთ კავკასიური, ესე იგი ქართველური ენათა ოჯახი, ხოლო ასევე გვაქვს ჩვენ ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კავკასიური ენათა ოჯახი და ჩრდილოეთ დასავლეთ ენობრივი ოჯახი. არსებობს ჩიკობავას თეორია, რომ მას ქვია იბერიული, ამ სამივე ოჯახს, სამხრეთ კავკასიურს და ჩრდილოეთ კავკასიურს ერთად უწოდებენ იბერიულ კავკასიურს. ეს ცნებები თქვენთვის ცნობილია. ახლა ჩვენ თქვათ, ესე იგი, როგორც თქვით, ქართველური, ანუ შესაძლებელია სამხრეთ კავკასიურ, ხო? შესაძლებელია მას ჰქონდეს ასევე კავკასიური მოდგმის მნიშვნელობა. თუმცა ეს ტერმინები ხოლმე განსხვავდება. ქართველთა, ანუ ქართველური მოდგმის წარმოშობა არის სამხრეთ კავკასია, მისი პირველი წარმოშობის ადგილი არის სამხრეთ კავკასია და მას ლინგვისტურად და ისტორიული მასალებთან ერთად შეჯერებით ხდება მის დადგენა. რა თქმა უნდა, სავარაუდოა ეს ყველაფერი და შესაბამისი ადგილიც კი შეგვიძლია გეოგრაფიული სივრცე მომნიშნოთ ამ
მხრივ ქართველური მოდგმის გენეზისის ადგილი. ჩვენი ვარაუდით ეს არის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია და თურქეთის ნაწილი, ჯავახეთის სამხრეთ ნაწილი, ეს დღეს თურქეთის სივრცეშია მოქცეული, მაგალითად კოლამთის გარშემო იყო ქართველური მოდგმა. ეს არის ტიგრის და ეფრატის სათავე, აქვე არის მდინარეები მტკვარისა და ჭოროხის სათავე, ძირითადად შეიძლება ამ სივრცეში, ანუ საქართველოს დღევანდელი ტერიტორიაზე და ამ სივრცეში ყოფილიყო, რომელიც დაგისახელეთ თურქეთის ტერიტორიაზე, განფენილი ქართველური მოდგმა. დაიწყო ქართველური მოდგმის გამვრცობა, რა თვალსაზრისით დაიწყო გამვრცობა, ანუ სივრცეში გადაადგილება. როგორც ჩანს, სხვადასხვა კვლევებით საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა პირველად ვაზის გაკულტურება და ასევე ხორბლისა. ამ ორი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარებამ გამოიწვია სხვა ფაქტორებთან ერთად მიგრაცია. მიგრაცია ძირითადად ხდება ამჟამინდელ თურქეთის ტერიტორიის სივრცეში და ეგეოსის ზღვისპირეთში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ეს არის სამხრეთ ევროპის ნაწილი, ჩრდილოეთი აფრიკის ნაწილი. რომ ეს ასე არის, მოსაზრებები გამოთქმული აქვს ჩვენს ცნობილ ისტორიკოსებს, ქართველ ისტორიკოსებს, ეს ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის ცნობილ წიგნში არის ეს მოცემული, რომ ქართველური მოდგმის განსახლების სივრცე, ახლა რომელიც მე დაგისახელეთ, ამ სივრცეში იყო. კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მასალები, რომ მარტო ქართველ მეცნიერების წიგნებში არ არის, არამედ ასე თუ ისე მოცემულია ძველ ბერძნულ და ძველ ლათინურ წიგნებში. მასალა ამ მხრივ, რა თქმა უნდა, იქ პირდაპირ დეტალურად ყველაფერი არ არის წარმოდგენილი, მაგრამ არსებობს შესაბამისი მასალა. არქეოლოგიური კვლევები, რა თქმა უნდა, ამაზე არის მონაცემები, მაგალითად ოთარ ჯაფარიძე წერს ასეც რამეს, ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს დასავლეთით ეგეოსის ზღვის რეგიონებში ცხოვრობდა და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირებდა აქ მოსახლე ადგილობრივ პელაზგებთან. ეს კვლევები ძირითადად ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ასევე პროფესორი აკაკი ურუშაძის წიგნში ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, სადაც წარმოდგენილია ბერძნული წყაროების სხვადასხვა წყარო, ლათინურიც არსებობს ამის თაობაზე, სადაც ჩვენ დავინახავთ მასალას თუ როგორი იყო ქართველური ტომების განსახლება. კიდევ ვიმეორებ, ქართველური ტომები ნიშნავს სხვადასხვა ტომს. სავარაუდოდ ეს 33 ტომი შეიძლება ყოფილიყო. აი შალვა ამირანაშვილი აკადემიკოსი ამბობს, რომ ქართველური მოსახლეობის ძირითადი ფუძე ყოველთვის იყო და ცხოვრობდა იმ მიწა-წყალზე, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს უჭირავს და ასევე თურქეთის ტერიტორიაზე. მისი გავრცელების რაიონი გაცილებით უფრო დიდი იყო უფრო ძველ დროში, ვიდრე ამჟამად არის. ჩვენ გითხარით, ესე იგი, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის და სიმონ ჯანაშია თავიანთ წიგნში, ეს არის საქართველოს ისტორიაში, იქ მოცემული ასეთი მასალა, ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველმკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან უძველეს დროში დაახლოებით 6000 წლის წინ, თუმცა ცოტა კორექტირება შეიძლება იყოს, წინა აზიის უზარმაზ მიწა-წყალზე სამხრეთ ევროპაშიც, ეს დასახელება შეგვიძლია ბალკანეთის, აპენინისა და პირენეის ნახევარკუნძულები, აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთი მოდგმის ხალხი ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხმა შექმნეს ძალიან
ადრინდელი დიდი კულტურული ცენტრები ევროპაში ამ გვარტომების ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს, რომელთაც დამხტული მოსახლეობისა და მისი განვითარების კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს. კავკასიური მოდგმა ხოლმე გამოყენებულია ცნობილი გერმანელი მეცნიერის იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის წიგნში, სადაც ეს ტერმინი შემოიღო მან კავკასიური მოდგმა, ანუ თეთრი მოდგმა და ის ამბობს თავის დაწერილ ლათინურად დაწერილ სადისერტაციო ნაშრომში, რომ 1792 წელს მეორეჯერ გამოცა მან ეს სახელწოდება ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მისი მახლობელი ტერიტორია განსაკუთრებით კავკასიის ქედის სამხრეთი ფერდობი წარმოშობს ადამიანთა ყველაზე ლამაზ მოდგმას გულისხმობ ქართველებს ყველა ფიზიოლოგიური მიზეზებით, ასე ჩანს რომ კაცობრიობის თავდაპირველი საცხოვრისი თუ სადმე უნდა განმათავსოთ, ყველაზე დიდი ალბათობით სწორედ ამ რეგიონში ის გულისხმობს კავკასიური, ანუ თეთრი მოდგმა გაჩნდა სამხრეთ კავკასიაში. თქვენთვის ცნობილია ეს შემდეგი ციტატაც, რომელიც ჰეგელი თავის გონის ფილოსოფიაში, თავის კვლევაში, რომელიც იყენებს ბლუმენბახის სამეცნიერო კვლევებს და ის წერს თავის წიგნში, პირველ რიგში კავკასიურ მოდგმაში განხორციელდა სულის თავთან სრული ერთიანობა, ხოლო აკლინდება სულის სრული დაპირისპირება ბუნებასთან, იგი აქ აღწევს თავის სრულ დამოუკიდებლობას, ითავისუფლებს თავს ორ უკიდურესობას შორის, მერყეობისგან ახერხებს თავისი თავის განვითარებას და ამით მსოფლიო ისტორიას ქმნის, მსოფლიო ისტორიის წინსვლა მხოლოდ კავკასიური მოდგმის მეშვეობით ხორციელდება. კვლევა არსებობს ასევე ცნობილი ქართველი მეცნიერის ტიტე მარგველაშვილისა, რომელმაც მან გერმანულად დაწერა 1921 წელს და აი შეგვიძლია ციტატა წავიკითხოთ, რომლის შესახებ საუბრობს გიორგი ჩიტაია, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია თავის ნაშრომში. კავკასიელების, ესე იგი ქართველების გავლენის კვალი განსაკუთრებით ჩანს შუმერებზე გულისხმობენ, მათ თავიანთი კვალი დაუტოვებიათ სხვა ხალხთა ცხოვრებაში, სამხრეთ პალესტინაში, ასევე ეგვიპტეში, ჩრდილო-დასავლეთით უკრაინასა და პოლონეთსა და სამხრეთ სკანდინავიაში, დასავლეთით სამხრეთ ევროპაში და თვით შორეულ აღმოსავლეთამდეც. და აი ამ მოდგმას უწოდებს ტიტე მარგველაშვილი კავკასიურს იაფეტურს, ანუ ქართველურს. სპეციალისტების აზრით, კულტურული ყოფით ამ მოდგმას მიეწერება ლითონის ხელოვნება, მესაქონლეობა, სახვნელი კულტურა, შეიძლება მათ მივაკუთვნოთ კერამიკის როგორც გამოგონება და ცხენის მოშინაურება. თუმცა განსხვავებული აზრებიც არსებობს ცხენის მოშინაურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელოვნება, ეს ხალხი იყო პირველი პატრიარქატული ფენა წინა აზიაში, რომ შევიდა. ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრება ევროპაში ბევრ კვლევას აქვს გამოყენებული, შახერმაიერს, ასევე არის სხვა ადრეული კვლევები ლინგვისტური, რომელიც ვარაუდობდა ეს უფრო ადრე არის ბატონი მარგველაშვილის კვლევამდე, რომელიც არის ყველაზე მეტად ლინგვისტიკაში ძალიან საინტერესო და აი ამ ციტატასაც ჩვენ ცოტა მოგვიანებით წავიკითხავ ამ კვლევარისა. საერთოდ
ქრისტიანულ პერიოდშიც კი ამ საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქრისტიანი ბერები, რომელიც ევროპიდან იყვნენ გამობრძანებულები, საქართველოში მოღვაწეობდნენ და ესეთი ციტატა აქვს დ.კ. სტელს, რომ ქართველებმა ქვეყნიერება განანათლეს, ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვეს. ეს საკითხები, როცა ჩვენ ვიკვლევთ სხვადასხვა მიმართულებით, ჩანს არა მარტო არქეოლოგიურ მასალაში, არამედ ასევე ჩანს ლექსის სისტემაშიც. აი მაგალითად პანტელონ ბერაძე აქვეყნებს შრომებს 1951-1968 წლებში, სადაც მას აქვს გამოთქმული, რომ მცირე აზიასა და ეგეოს ზღვისპირეთში ცხოვრებ ქართველ ტომებისგან ბერძნებმა აითვისეს სახითვი ხელოვნება, ისესხეს უძველესი თქმულებები და გადაიღეს დაქტილური ჰექსამეტრი. ეს დაქტილური ჰექსამეტრი არის ლექსის წერის სისტემა, ასე მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად ის წერს, რომ დაქტილური ჰექსამეტრის საწყისების კვლევა ძიებამ მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ეს საზომი არ არის ორიგინალური ბერძნული, უფრო მეტად ფართოდ რომ ვთქვათ, ინდოევროპული სალექსო საზომი, კიდევ მეტი იგი ესე იგი, როგორც ვთქვით, არც ინდოევროპულია, ინდოევროპული წარმოშობის არ არის, ჰექსამეტრი ბერძნული პოეზიასა და პოეზიაში ეს ძირითადად გამოყენებულია ძველ ბერძნულ ტექსტებში და ეგეოსურ მოსახლეობიდან, რომელიც ადრე ჩვენ ვფიქრობთ, სხვადასხვა კვლევები და ჩვენი კვლევებით, რომ იქ მოსახლეობდნენ ქართველური მოდგმის ხალხი, რომლებიც მცირე აზიიდან კავკასიური ტომები ჩავიდნენ. დაქტილური ჰექსამეტრით შექმნილია უამრავი ძველი ბერძნული და ლათინური ცნობილი ნაწარმოებები, მაგალითად ჰომეროსის ილიადა და ოდისეა, ჰესიოდეს სამუშაონი და დღენი, ასევე თეოგონია, აპოლონეს როდოსელის არგონავტიკა, თეოკრიტეს იდილიები, ვერგილიუსის ცნობილი ნაწარმოები ენეიდა. მოკლედ, ეს ნაწილი, რომელიც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც დამწერლობის, ასევე კულტურის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სოფლის მეურნეობის გავრცელების თვალსაზრისით, ამის გარდა ჩვენ გვაქვს კვლევები, უпростоრად ქართველი მეცნიერებს აქვს კვლევები, მათ შორის არის ცნობილი პროფესორი გივი ინანიშვილი, რომელიც ასეთ რამეს წერს მეტალურგიის თვალსაზრისით. მეტალურგიის ისტორიის სპეციალისტების უცხოელ მეცნიერთა უმრავლესობა ერთმანეთ აღიარებენ კავკასიისა და მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზე. ამ მხრივ მათი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვნით პონტოს, ანუ შავი ზღვის რაიონში, განსაკუთრებით მდინარის ხალის ეს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე იზილ-მარკი, საუში მცხოვრებ ტომებს, ხალდებს, მოსინიკებს, თუბალებს, რომელთა მიერ შექმნილი ლითონ დამუშავების ნაწარმი და შემუშავებული მეტალურგიული ცოდნა დასავლეთის მიმართულებით მიედინებოდა კერძოდ ევროპაში და ამაზე ჩვენ რუკებიც გვაქვს წარმოდგენილი სხვადასხვა მეცნიერების კვლევებიდან. როგორც მოგახსენეთ, მეცნიერული კვლევებით დგინდება, რომ სამხრეთ კავკასიისა და წინა აზიის მოსახლეობამ კონკრეტულად აგროკულტურა, მაგალითად ვაზისა და ხორბლის კულტურა, როგორც მოგახსენეთ, გავრცელეს სამხრეთ ევროპაში, ეგეოსის ზღვისპირეთში, კერძოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კუნძულ კრეტაზე, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროებსა და სხვაგან. ახლა ჩვენ გადავიდეთ უშუალოდ რას გვესაუბრება არა მარტო მეტალურგია, სოფლის მეურნეობა, არამედ რა შეგვიძლია ვთქვათ კონკრეტულად ლინგვისტურადაც კიდევ ამ სოფლის მეურნეობაში მოცემული დაუშვათ სოფლის მეურნეობის ვაზისა და ხორბლის კულტურის თვალსაზრისით მცენარეების სახელწოდებები. მაგალითად თამას გამყრელიძე და ვიაჩესლავ ივანოვი წერენ, რომ
ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოირჩევა ამიერკავკასია, კერძოდ საქართველოს ტერიტორია, სადაც ძველი დროიდან თავს იყრიდა ხორბლის ხმელთაშუა ზღვისა და დასავლეთ აზიური სახეობები და ფორმები. სწორედ ამ ძველი წინა აზიის არეალიდან ხდება ხორბლის გავრცელება და შეტანა ევროპაში, კერძოდ მცირე აზიიდან ბალკანეთში, სადაც ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში აღმოჩნდა ხორბლის რამდენიმე სახეობის ნაშთი. ამ კულტივირებული მცენარის აღნიშნული სიტყვები ვრცელდება თვით მცენარესთან ერთად, მცენარის გადამტანი პიროვნებასთან მიყვება და ეს იწვევს ერთგვარ მიგრაციას, სხვა ტიპის მიგრაციებთან ერთად. მიწათმოქმედება, განსაკუთრებით მევენახეობა, მეღვინეობა უნდა ყოფილიყო ის ბაზისი, რომელსაც შემდგომში ზედნაშენის სახით უძველესი ქართული ცივილიზაცია აღმოცენდა. ამ პროცესში განსაზღვრელი როლი ვაზის კულტურამ ითამაშა. ეს ციტატა ეკუთვნის პროფესორ თეიმურაზ ხლონტს. ანუ თეიმურაზ ხლონტის წიგნიდან არის ეს ციტატა აღებული. ადრეული კვლევები 1770 წელს არის გერმანიაში ჩატარებული და ერთ-ერთი გერმანელი მეცნიერი ვიქტორ ჰენი წერს ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს და იქ მის მახლობლად კახეთში, სამეგრელოში, სომხეთში დღემდე შემორჩა მევენახეობა მეღვინეობის უძველესი წესშეულებები, რომელიც შემდეგში ბერძნულ და რომაულ თხზულებებში გადმოცემულია. ამ ადგილიდან ვაზის კულტურა გავრცელდა ტიგროს ეფრატის მიმართულებით მცირე აზიაში, ირანში, საბერძნეთის ნახევარკუნძულზე, აქედან კი მთელს ევროპაში. არსებობს სხვა ბევრი წიგნი, რომელიც ამ აზრს იზიარებს. ფაქტობრივად ვაზის კულტურის წარმოშობის ადგილია, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ტერიტორია, კავკასიისა და კასპიის ზღვას შორის მდებარე რეგიონები, სადაც მცენარე ჯერ კიდევ მაშინ როგორც ველურ მდგომარეობაში 10,000 წლის წინ ან შეიძლება უფრო ადრე ყოფილიყო. თანამედროვე არქეოლოგიურმა თუ არქეობოტანიკურმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ვაზის მოშენებისა და გაკულტურების მსოფლიოში უძველესი კერა, ეს კვლევები თქვენ მოგეხსენებათ, არსებობს ქართველი და უცხოელი მეცნიერებთან ერთად, პატრიკ ედვარდი მაკოვერნი და აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძეს ჯგუფთან ერთად. ჩვენ ასევე შეგვიძლია წარმოვადგინოთ ძველი წიგნიდან მასალა, რომელიც 1983 წელსაა გამოცემული და იქ არის წარმოდგენილი რუკა, როგორც ვრცელდება ვაზის კულტურა მთელს ევროპისა და მცირე აზიის ნაწილში. ასევე არის რუკები უკვე შექმნილი პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ, სადაც ვაზის კულტურის გავრცელების სივრცეა მოცემული. ჩვენ შეგვიძლია დაწვრილებით ვისაუბროთ იმ მასალაზე, რომელიც დღეს ფართოდ გონდა. აი სწორედ ამ სოფლის მეურნეობის კულტურის გავრცელებამ, კერძოდ თვით ვაზისა და ხორბლის კულტურის გავრცელებამ გამოიწვია მიგრაცია და შესაბამისი ტერმინების, ანუ მცენარის სახელწოდების გავრცელება. ჩვენ რამდენიმე მცენარის სახელს მე შემდეგში დავასახელებ, სად გავრცელდება. ძირითადად ეს არის მაგალითად ხორბალი, ყურძენი და ყანა, ეს ტერმინები ძალიან ვრცელდება ძველი წელთაღრიცხვით 5,000 წელს. არსებობს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მოცემულია შუმერულ ტექსტებში და ამ ტექსტებს ჩვენ წარმოგიდგენთ შემდეგ გადაცემაშიც. დაწვრილებით შეგვიძლია ვისაუბროთ. მოკლედ, სამხრეთ კავკასია, ეს არის ქართველური მოდგმის წარმოშობის ადგილი და ქართველური მოდგმა მიაგნებს ერთ პერიოდში, ესე იგი მეთოდს, როგორ მოიშინაუროს ვაზი და ხორბალი, ამიტომ ეს ორი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოთხოვნადი გახდა იმდროინდელ სოფლიოში და ამან გამოიწვია მიგრაცია, ანუ ამ კულტურის გავრცელება
სხვა რეგიონებში. ეს ის პერიოდია, როგორც მოგახსენებთ, წელიწად აღრიცხვის 6,000 წლეულიან დღეიდან 8,000 წელია. შემდეგ პერიოდში უკვე ყალიბდება ეს მოსახლეობა, პროტოქართველური მოსახლეობა, ნელ-ნელა ყალიბდება, მათი სასაუბრო ენის სისტემა სავარაუდოდ შეგვიძლია აღვადგინოთ, იმიტომ რომ მაშინ წერითი სისტემა ნამდვილად არ იყო, დამწერლობა არ იყო იმ პერიოდში. მაქსიმალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამწერლობა, როგორც ასეთი ტექსტობრივად არის მაქსიმალურად 5,000 წლის, 5,000 წლის, იმიტომ რომ 2,000 წელი ქრისტესშობის აქეთ, 3,000 წელი ქრისტესშობამდე. აი მაქსიმალურად ის პერიოდი, რომელიც ცოტა ადრეულია, ჩვენ წარმოდგენა შეგვიძლია, იმიტომ რომ თუ მოვახდენს სხვადასხვა ენებში მოცემულ მასალის შედარებას, შედარებით ლინგვისტიკის მიმართულებით ხდება იმის კვლევა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია სავარაუდოდ წარმოვიდგინოთ რა სიტყვები უნდა ქონოდა ადამიანს. საერთოდ ენობრივი სისტემა ადრეული წარმოშობისა, ეს უკვე სხვა მიმართულების კვლევებია. ცნობილია, რომ ზოგადად მეცნიერებში ცნობილია, რომ ენა როგორც ასეთი წარმოშვა პალეოლითის პერიოდში დაახლოებით ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 100,000 წელს ასე გულისხმობთ, თუმცა ამ მხრივ ჩვენ ახლა დღეს არ გვექნება ამ დეტალზე საუბარი. მოკლედ შევაჯამოთ დღევანდელი დღის საუბარი, ესე იგი პროტოქართველური მოდგმა, ეს არის ძალიან დიდი მოდგმა, არსებობს მეორე მოდგმა, ინდოევროპული ენათა ოჯახი არსებობს, სემიტური ენათა ოჯახი და აქადურ ენათა უკაცრავად ქამიტურ ენათა ოჯახი და თურქულ ენოვანი, ანუ თურქულ ალთაური ენათა ოჯახი, კიდევ სხვა ენათა ოჯახიც არსებობს, მაგრამ ძირითადად აი ამ სივრცეში ეს ენობრივი ოჯახები ურთიერთობს. ესე იგი ძირითადად სამხრეთ კავკასიაში არის ქართველური ენათა ოჯახი გავრცელებული, მასთან ახლოს არის ინდოევროპული ენათა ოჯახი და სემიტური ენათა ოჯახი. ამიტომ ხშირად ლინგვისტურ მასალების კვლევების დროს ხდება საერთო სიტყვების მოძებნა ქართველურის, ინდოევროპულის და სემიტურის, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში გულისხმება როგორც ეკონომიკური ურთიერთობა და ასევე დაპირისპირება, მათ შორის ომებიც, ზოგიერთი გავლენები არის ამ შემთხვევაში და ამ გავლენების შედეგად სიტყვების ცვლილება ხდება, გადასვლა ერთი ენობრივ ოჯახი და მეორე ენობრივ ოჯახში. არსებობს ის სიტყვათა რაღაცა რაოდენობა, რომელიც სამივე ენობრივ ოჯახისთვის ერთია და მეცნიერული კვლევებით ჩანს, რომ ადრეული პერიოდის ამ ენობრივი სისტემის, ესე იგი ქართველურის, ინდოევროპულის, სემიტურის, ქამიტურის, ურალო-ალთაურის და სხვა ენათა ოჯახის შედარების შედეგად აღდგება ადრეული ენობრივი სისტემა, რომელსაც პირობითად უწოდებენ ნოსტრატულ ენობრივ ოჯახს, რომელიც სავარაუდოდ წელიწადაღრიცხვის 100,000 წლეული, ან ცოტა უფრო ადრეც ყოფილიყო წელიწადაღრიცხვის 15,000 წლეული. ეს კვლევარებს შორის სიზუსტე ამ მხრივ არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი მასალა, რომ თლათ სიზუსტეზე იყოს საუბარი. თუმცა წელიწადაღრიცხვის 100,000 წლეული ან წელიწადაღრიცხვის 15,000 წლეულში სავარაუდოდ ნოსტრატული ენობრივი ოჯახი იყო გავრცელებული. ნოსტრატული სიტყვა ლათინურიდან ნიშნავს ჩვენს. აი სავარაუდოდ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს იყო ყველაზე ძველი ენობრივი სისტემა, რომელიც მერე დაიშალა, როგორც ვთქვით, ქართველური, ინდოევროპული, სემიტური, თურქულ-ართაული, ქამიტური ენობრივ ოჯახებად და ამის გარდა სხვა ენობრივი ოჯახებიც არსებობს, რომელზეც ჩვენ შემდეგშიც გვექნება საუბარი. განსაკუთრებით ჩვენ გვექნება ყურადღება ქართველურ მოდგმაზე, იმიტომ რომ ქართველური მოდგმა ჩვენი ვარაუდით ალბათ
იწყებს სოფლის მეურნეობიდან გამომდინარე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებიდან გამომდინარე ფიქრობთ რომ იწყებს დამწერლობის როგორც წერითის სისტემის გამოყენებას და ეს ძალიან მნიშვნელოვნად მას სჭირდება ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ გადაცემებში ფაზის აკადემიის კვლევებში ჩვენ უფრო ფართოდ წარმოვადგენთ ამ მასალას. კარგად გრძანდებოდეთ.